სალამი მეგობრებო, თბილისში ისევ და საქართველოში დადგა როგორც იქნა ზაფხული და დაცხა, დღეს განსაკუთრებით ცხელა საქართველოში ესე იგრძნობა სინამდვილეში აი რუკაზე ცოტა სხვანაირად ჩანს და მოდი შევამოწმოთ ეს ყველაფერი და ისიც გავარკვიოთ როგორი ამინდებია მოსალოდნელი ამ დღეებში საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში რა ხდება ამ კუთხით. Am რუკაზე, რომელიც მე სხვა ვიდეოებშიც გაჩვენეთ, ყველაზე კარგად და თვალსაჩინოდ ჩანს მსოფლიო ამინდი. მოდი დავიწყოთ საქართველოთი. ეს არის დღეს არის კვირა 13 ივლისი და საქართველოში და თბილისში ზოგადად ამინდი გამიყურება ესე. იცით რომ აზერბაიჯანისკენ რაც უფრო მიდიხარ, მით უფრო ცხელა ზაფხულში საქართველოში და ახაც ასე არის 36 გრადუსი გარდაბანში თბილისის სხვადასხვა უბნების მიხედვით. ხედავთ აქ როგორი ამინდია არა და იგრძნობა რომ უფრო ცხელა. 33 გრადუსია რუსთავში, გარდაბანში 35, შემდეგ სადახლოში 36 და ასე შემდეგ. რაც შეეხება აზერბაიჯანს, აზერბაიჯანში 37 გრადუსია. ცენტრალურ აზერბაიჯანში. აი ეს არის ის ტერიტორია, რომელზეც იბრძოდნენ სომხები და აზერები, ეს არის მთიანი ყარაბაღი. ეს არის ლაჭინის რაიონი, შუშის რაიონი და აქ არის წესით აქ უნდა იყოს სადღაცას დედაქალაქით ხანკენდი, სტეპანაკერტი, ახლა აზერბაიჯანელი როგორც ეძახიან ხანკენდი. 27 გრადუსია. და ხედავთ განსხვავებას, ეს არის მთიანი ყარაბაღი და როგორი განსხვავება ამინდში აზერბაიჯანის სხვა რაიონებთან შედარებით. ეხლა ჩავიდეთ უფრო სამხრეთით, მაგრამ სანამ სამხრეთით ჩავალ, მოდით დასავლეთ საქართველოს ნახოთ. ბათუმში 29 გრადუსი ყოფილა, ქობულეთში 30, სამეგრელოში 28 29 გრადუსი. აფხაზეთში დაახლოებით იგივე. მოდი ნახოთ სამხრეთში რა ხდება. დიარბაქირი ეს თურქეთია, თურქეთის ქალაქია და გაზიანტეპიც 42 გრადუსია, ამ წუთას 43 გრადუსიც დიარბაქირში. რაც შეეხება უფრო სამხრეთით, ეს არის სირია და ერაყი, ხომსი, დეირ-ეს-ზორი, სირია და აქეთ არის მოსული ერბილი, ერაყი, სადაც არის 47 გრადუსიც, 48 გრადუსიც. დედაქალაქსაც შეეხება, აქეთაც იგივეა და დედაქალაქსაც შეეხება ბაღდადში 45 გრადუსი როგორც ხედავთ. ქუვეითში 45 ასევე. მთელ არაბეთის ნახევარკუნძულზე იგივე ის არის რა ქვია, ამინდია. ხედავთ აქ მეგობრებო, რომ საჰარის უდაბნოში უფრო ნაკლებად ცხელა, ვიდრე ზოგადად საუდის არაბეთში და არაბეთის ნახევარკუნძულზე. ჩვენ აქ გვაქვს რუკაზე ასევე ირანი და ირანში დღეს როგორც ჩანს უფრო ნაკლებად ცხელა, ვიდრე ადრე. ეს ჩრდილოეთია, ვიცით რომ ჩრდილოეთში არის დედაქალაქიც ირანის. აგერ არის თეირანი 29 გრადუსია და თეირანი ეგრევე გადადის თეფში, სადაც არის 15, 16, 13 გრადუსი. რაც შეეხება ირანის ყველაზე ცხელ წერტილს, ეს არის აი ეს ტერიტორია, ბევრჯერ მიჩვენებია თქვენთვის დღეს აქ. ცოტა უკან გადავახვიეთ, რადგან შუადღე დაახლოებით ცოტა ადრე იქნებოდა იქა 43, 40 შეიძლება ითქვას, რომ გრილა ამ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ აქ ძირითადად ამ პერიოდში წლიწადის ამ დროს არის 49, 50 და მეტი გრადუსი ცელსიუსით აი ამ ტერიტორიაზე. მოდი ცოტა წინ გადავახვიოთ, რათა გავიგოთ შუადღე როდის უწევს საჰარას. მაინც არ არის მეტი, ვიდრე საუდის არაბეთში და არაბეთის ტერიტორიაზე.
ცხელი ამინდი. ეხლა რაც შეეხება მოდი ჩვენგან ჩრდილოეთით საქართველოში რატომღაც აქვს წარმოდგენა რომ ჩრდილოეთში უფრო გრილა არ არის ასე იცით რომ ასტრახანში ხედავთ 43 აი როსტოვში დონეცკთან და ასტრახანში 38 გრადუსი აქაც შეიძლება ითქვას რომ ასტრახანშიც გრილა იმიტომ რომ კიდევ უფრო ცხელა ხოლმე 41 გრადუსი არის ჩრდილოეთ კავკასია არ არის უკვე გაცდენილია სულ კავკასიას პრინციპში რა შეეხება სულ კავკასიას 37 38 35 აქეთ არაჩეი ჩერგეზეთში უფრო გრილა შედარებით ეს არის კრასნოდარის მხარე რაც შეეხება უკრაინას მოდი ნახოთ უკრაინაში ფრონტის ხაზზე როგორი ამინდია დაახლოებით აქ არის ფრონტი 35 გრადუსი 36 36 35 32 ეს არის ხარკოვი მეგობრებო და ეს ახლა პოლიტიკური ვიდეო არ არის მაგრამ რუსეთის უძლევლობის მითებს რო ავრცელებენ და ხედავთ რა დაახლოებით რა ტერიტორიაზეა 30 კილომეტრია ფაქტიურად რუსეთისგან ხარკოვი დაშორებული და ეგ ქალაქი ვერ აუღიათ ამდენი წლის განმავლობაში. გადავიდეთ ახლა ჩვენ გავაგზავნოთ ჩრდილოეთ მოდი ინდოეთი ვნახოთ. და ინდოეთი ცოტა უკან გადავახვიოთ. დაახლოებით აქ. დღეს გრილა როგორც ჩანს შედარებით ინდოეთში 36-35 გრადუსია სამხრეთში. ეს არის ცნობილი ევერესტი და მთები ზოგადად 8000-იანი მთების რეგიონია, დიდი მთები. აქ არის ტიბეტი ხედავთ 9 გრადუსი, 8 გრადუსია გასაგებია. აქეთ რაც შეეხება წყნარ ოკეანეში 28 გრადუსი. ავსტრალიაში ეხა ღამეა და მოდი ცოტა უკან გადავახვიოთ. დაახლოებით აქ. და 30 გრადუსი ჩრდილოეთ ავსტრალიაში, სამხრეთში ეხა ზამთარია როგორც იცით. და ამიტომაც 12 გრადუსია და ეგ საერთოდ 0 გრადუსია ყინავს. იგივეა ახალ ზელანდიაში, სადაც ეხა არის ზამთრის სეზონი. პირიქით არის ჩრდილოეთში, როცა ზაფხულია, ეგ ზამთარია და აქ რო ზამთარია, იქ ზაფხულია. იგივე არგენტინაში, ჩილეშიც აქ ხედავთ. ონდეს ცოტა წინ გადავახვიოთ. დაახლოებით აი ასე. 18 ნუ სუსტი ზამთარია, როგორც იცით, არგენტინის ცენტრალურ არგენტინაში ქვემოთ სამხრეთში კი ბატონო არის ხედავთ 5 გრადუსი. ესე უკვე ანტარქტიდაა და ანტარქტიდაზე ეხლა ვნახოთ მოდი. ეხლა არის -75 გრადუსი ერთ ადგილას, აქ -77, -70. რაც შეეხება ბრაზილიას, ეს არის ბრაზილია და ეს არის ამაზონი, ამ ხელმძინარე. საკმაოდ პოპულარული გახდა ამაზონის ხეობა საქართველოში ამ იუთუბერების მთელი ამ აურზაურის გამო და ხედავთ სხვა ქალაქებში, მანაუსში 11, სანტარემში 29 და ასე შემდეგ. აბა მოდი ვნახოთ ჩვენ ამერიკაში. დღეს არის ფინალი, მეგობრებო, თუ არ მეშლება ნიუ-იორკში უნდა იყოს. და ნიუ-იორკში საქართველოს დროით 11 საათზე, ამიტომ ასე გადავახვიოთ. 25 გრადუსია საუდნელი ნიუ-იორკში, როგორც აქ წერია. საქართველოს დროით, იქაური დროით, დილა იქნება, შუადღე იქნება ალბათ საუბრობდეთ. განსხვავებით კალიფორნიის შტატისგან და ზოგადად დასავლეთ სანაპიროსგან, სადაც ხედავთ არის 40 ეს აქ უდაბნოა თუ არ მეშლება და ნუ არის 40 აი ყველაზე ცხელი ისა მე მგონი აქ არის აქ იყო 51 სადღაცას აი 50 გრადუსი ხედავთ
40 იგი დღეისთვის ამ წუთისთვის ჩვენ რაც მონაცემები ვნახეთ ყველაზე ცხელი ამინდი არის ამერიკაში მის ერთ-ერთ მონაკვეთზე ნუ შემდეგ არის საუდის არაბეთი არაბეთის ნახევარკუნძული შემდეგ საჰარა რაც შეეხება ჩრდილოეთს ეს არის გრენლანდიის კუნძული აქ არის -10 -12 გრადუსია კი ბატონო ეს არის ჩრდილოეთი მხარე აქ არის ეს არის ნორვეგია ეს არის შვედეთი ეს არის ფინეთი მოსკოვში არის ეხლა 22 გრადუსი ეხლა არა ეს მოდი ცოტა ეხლა 27 გრადუსი სტოკჰოლმში 19 გრადუსი აქაც შედარებით მე შესაბამისად იკლებს სიცივეები ლონდონში 28 გრადუსი აი ესე გამოიყურება ამ წუთისთვის სოფლიო რუკა და ხედავთ ყველაზე ცხელი ამინდები გითხარით სადაც არის ამ წუთისთვის ეს არის საუდის არაბეთი და არაბეთის ნახევარკუნძული საჰარის უდაბნო ცხადია მთლიანად და მაგრამ ზოგადად როცა შუადღე არის ყველაზე ცხელი ამინდი დღეისთვის გამოვიდა ლოს-ანჯელესთან ფენიქსთან ლას-ვეგას ლოს-ანჯელესსა და ქალაქ ფენიքს შორის მექსიკის საზღვართან. მოდი ახლა ვნახოთ ვიდეო გავაგრძელოთ როგორი ამინდები იქნება საქართველოში. მოდი ვნახოთ ხვალ 35 გრადუსი წერია თბილისი 29 ქუთაისი 36 მოდი ესე იყოს. შემდეგ 15-ში 32 გრადუსი 29 გრადუსი 36 გრადუსია მოსალოდნელი კვირას ხო მომავალ კვირას კი ბატონო შეეხება 36 ისე მოცხელი ამინდები და გარდაბანში 38 გრადუსი მარნეულშიც აი აქ ყველაზე მეტად ცხელა საქართველოში როგორც ჩანს ყველაზე გრილი ამინდი, მოდი ამ წუთისთვის სად არის საქართველოში ეგეც ვნახოთ. წესით უნდა იყოს ჩრდილოეთში 18, 17, 20, 21, 19, 21, 17 ჯერჯერობით ყველაზე ხარ სამხრეთ აქ არის ცხინვალის რეგიონი უფრო სწორედ 15 გრადუსი არის აი აქ ოკეთ კაი ეს რა ადგილია სტეფანწმინდასთან იყო აი ამ ადგილას 15 გრადუსი ეს ორი საქართველოს მე მგონი აშკარად საქართველოს რაღაცა ტეპი, ჯიმარა, ბორმასიგი, სუათისი ეს არის რა სოფლებია სიმართლე გითხრათ არ ვიცი ეს რა სოფლებია ნუ აშკარად საქართველოს ტერიტორიაა და აქ არის ყველაზე დღეისთვის ყველაზე დაბალი ტემპერატურა სიგრილი დღეისთვის სულ ეს იყო მეგობრებო გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო დღეისთვის სულ ეს იყო მეგობრებო გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო